ხო, ასე რომ იცით, მე ყველას ვამარცხებ. ამ გულსაკიც ხედავთ, ჩემმა ყოფილმა მაჩუქა 50 ბანდიტისგან დასაცავად. ყოფილი, ანუ ახლა არავინ არ ყავს? ჰეი, ჯული, მომისმინე პირველი მე დავადგი თვალი. ჯიჯი, შენ ხომ პატრიკი ყავს? ჰეი, გოგოებო, მე მგონი ყველას ყავს შეყვარებული. ხო, გოგონებო, მე მარტო სული ვარ. ჩემს მას არ გავარ, ერთ ჩილინდერს რო დასდევ სულ. რომ დაგინახე ეგრევე მივხვდი, რომ სმაილზე უკეთესი იყავი. ხო, თან უფრო დიდი კუნთები გაქვს და უფრო მაღალი ხარ, თან უფრო თავდაჯერებულად საუბრობ. ხო, გოგონებო, ეგეთი ვარ. ჩემობაში ყველა გოგო აივნის წინ მიყვერის ხოლმე. მაიკ გამოდი. და შენ გადიხარ? არა, არ გავდივარ, ჩემი გემოვნების არ არიან. რა მაგრად ღეჭავს კელას? ხო, ჩემი არტემი ასე მაგრად არ ღეჭავს. გოგოებო, ძროხას არჩევთ? არ მოგერიდოთ, შეგიძლიათ აიღოთ. მეც და მეც. გოგოებო, დამშვიდით. მარიუსა. მომისმინე პატრიკ, არ გაბედო წასვლა. დროზე ორივე მწინიარეთ. არტემმა რა თქვა არ გესმის? მიდი, გითხარი რამე უჩვეულო, ხო, გითხარი. ვა, ნახე უკვე შენსავით ღეჭავს საღეჭრაზინს. რა ხდება? ხო, მოკლედ სმაილი ჩემი საპირისპიროა. მე მაგარი ვარ, ეგ არა. ვაუ! ჯული, არ მესმის, ასე პირდაღებული მან რატო დგახარ? ჯიჯი, შენ რატო ხარ გაუცებული? მარუსა, აქ მოდი, სალაპარაკო გვაქვს. და რომ არ მოვიდეთ მე რა? ესენი თქვენი შეყვარებულები არიან? მეგობრებო, 2 წამი შენ ხარ აქ ზღაპრებს რო ყვება? საერთოდ ვინ ხარ? აქ რა დაგავიწყდა? ან საერთოდ აქ რასაკეთებ? და ჩვენს გოგოებს რატო ეტენები? ხო, კი, წებოთი მივეწებე. გინდა რაღაც გითხრა. მისმინეთ ბიჭებო, ჯობია არ ეკამათოთ. ჯიჯი, წავიდეთ, გაკვეთილი დაიწყო. მოიცადე პატრიკ, ჯერ საუბარი არ დამიმთავრებია. წავიდეთ, ხო გითხარი? ვა, რა მაგარი შეყვარებულია, ვაფასე. ეს პატრიკია, ყურადღება არ მიაქციო. ჯული, გინდა შოკოლადი გიყიდო გაკვეთილების მერე. კი, არტემ. მაშინ გაკვეთილზე შევიდეთ. კარგი. მარუსა, კიდევ ერთხელ მაგასთან ერთად თუ დაგინახავ, ვიცოდე დავშორდები. ხო, კარგი. წავიდეთ. კარგად, მაიკ, შევხვდებით. მას ვეღარ ნახავ. საბოლოოდ წაიყვანეს თავისი სილამაზეები. მოკლედ გოგოებო, ახლა მოგიყვებით ყველაფერს. გითხარი. აბა რა ხდება? მოკლედ მე ვიყავი იეგორთან პაემანზე. მერე და ისეთი დრო მოვიდა, რომ უნდა გვეკოცნა. მერე აღმოჩნდა, რომ იეგორმა არ იცის კოცნა. ნასტია, არა უშავს დამიჯერე, თავიდან სმაილმაც არ იცოდა. გოგოებო, რაზე საუბრობ? ბროასტი დღემდეც არ იცის და მივატოვო? მოკლედ ნასტია მაგაზე არ ინერვიულო. გოგოებო, მართლა მშურს თქვენი, მე რომ შეყვარებული მყავდეს, ეგრევე ვასწავლიდი როგორ უნდა კოცნა. ლეილა, მოხდება. კოსტა გაიგონე, სმაილმა კოცნა არ იცოდა და დიანამ ასწავლა. და დიანას ვინ ასწავლა? შენ? არა, შენ ეგრე მითხარ. კოსტა, დიანას მარტო ლოყაზე უკოცნიდი. კარგი, რას ამბობ? არ ვიცი, მოусმინოთ. სხვადასხვა დიანა, სმაილთან რა ხდება იulis სკოლაში? გოგოებო, მოკლედ სმაილი და მწვრთნელი შერიგდნენ და სმაილი შემდეგ იკვირდან დაგუბრუნდება სკოლაში და ჩვენი ურთიერთობაც ძალიან კარგად არის. ძალიან კარგია დიანა, მაგრამ მისი ძმა რას აკეთებს აქ? რამე დარჩა? რა? მაიკი, კიდე აქ რას აკეთებს? ხო, იქ მეც მაინტერესებს, დარწმუნებული ვარ ამ სკოლაში არ ისწავლის. მაგრამ რატომ გოგოებო, მე მომწონს, ძალიან თავდაჯერებულია და კარგი იქნებოდა აქ რომ სწავლობდეს. ვაიმე, ლეილა, წარმოიდგინე, შენ და მაიკი ერთად თუ იქნებით, მე და შენ ერთნაირი შეყვარებულები გვეყოლება. მაგრამ დიანა, არ არის ეგ კარგი იდეა. რატომ იანა? გშურს, მაგრამ შენ ხომ ბროასტი ყავს? ხო, რა თქმა უნდა, ბროასტი მყავს, მაგრამ სმაილიც საყვარელია. იანა, სერიოზულად? კარგი დიანა, ვხუმრობ. კოსტა, რას ამბობენ? არ მესმის ამ ჩაფხუტის გამო. დიმა, მოკლედ კალათბურთელებს განიხილავენ. სმაილს და მაგის ტყუპძმას. როგორ დავიღალი ამ ტყუპებით? გოგოებო, ნახეთ, მაიკი მოდის. მაიკ! გამარჯობა ყველაზე ლამაზ გოგოებს აქ. გამარჯობა, მაიკ! მისმინე, სმაილს ხომ არ დალაპარაკები ხარ, როგორ არის? დიანა, დაურეკე და გაიგებ. მაიკ, შენ ამ სკოლაში ხომ არ გადმოდიხარ? ვა, ჩვენ ლეილას შეხედეთ? ხო, საშინელება. ხო, უკვე მივიტანე საჭირო დოკუმენტები. რა მაგარია. დიანა, რა არის მაგარი? ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები ამ სკოლაში და სმაილი და ბროვასტი და ახლა ეს გამოვიდა, რა არის მაგარი, ჰა? არ ვიცი იანა, მაგრამ კარგი იქნება სმაილი და მაიკი ერთად თუ ისწავლიან, თან ძმები არიან, კარგი იქნება. მისმინე მაიკ, რამე შემიძლია სკოლა დაგათვალიერებინო, მაგარი სკოლა. ხო, 1 საათი აქეთ იქით დავდივარ. კარგი სკოლაა. გოგოებო, ჩემი აზრით არ მიიღებენ. ხო და ძალიანაც კარგი თუ არ მიიღებენ. ნასტია, რატომ ფიქრობ ასე?
ხო, იმიტომ რომ დებილი არის და ჩვენი სკოლა სერიოზულია. მე მგონი სასადილოში არ ყოფილხარ, ხო? შემიძლია გაჩვენო და ცხელი შოკოლადი დავლიოთ. გოგოებო, ჩვენი ლეილა დროს არ კარგავს, უყურეთ, მაიკს როგორ ეფლირტავება. კარგით გოგოებო, სასადილოში შევხვდეთ. ისე იმაზე რას ფიქრობთ, თქვენ საუბარს რო ისმენენ? რას გულისხმობ? აი იქ, კიბეების ქვემოთ, ორი მხნელისის და თქვენ საუბარს ისმენენ. ჩავხუტებით. რა? დიმა, რას აკეთებ აქ? ძმაო, საერთოდ გაგიჟდი? უბრალოდ აქ ვზივარ. კოსტია, შენც? ჩქარა გამოდით მანდედან, რა დაგავიწყდათ აქ? იქ ვიჯექით უბრალოდ. დიმა, კოსტია, გაკვეთილი საერთოდ ვერ ისწავლეთ? თავიდან გამოსაცვლელ ოთახში გვითვალთვალებდით, შემდეგ სამეფარეშოსთან და ახლა აქ? დიანა, ეს კიდე არაფერია. დიმა, ჩემ ოთახთან ზის სულ და უსმენს ჩემ სატელეფონო საუბრებს. აქ რატო გვიყვილი ხართ? წადით თქვენ მაიკთან, დარწმუნებული ვარ მოგენატრათ. კოსტია, გთხოვ, დამშვიდდი. ხო, უკვე საკმარისია, დავიღალეთ. ხო, დიმა და კოსტია, ამ სკოლაში რო არ იყოთ, პრობლემებიც არ იქნებოდა. ვა, ჩირლიდერები საქმეში არიან. პატივი უნდაცე. მაიკ, აბა, ცხელი შოკოლადი? მარტო დავგვტოვეთ. რა თქვი? კოსტა, წამო, ვივარჯიშოთ. ხო, წავიდეთ. არც კი იფიქროთ, რომ აწისადმე გამოვყვეთ. ხო, და არ გვითვალთვალოთ. ვა, გოგოებო, თქვენ გაქვთ ძალაუფლება. ფეხბურთელები გაანადგურეთ. არც კი ნახავს, რამდენად ბოროტები შეგვიძლია გავხდეთ. კარგით გოგოებო, სასადილოში წავიდეთ. მაჩვენეთ სადაკეთებენ ამ გემრიელ კაკაოს. უი, ზარია, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა წავიდეთ და ვივარჯიშოთ დღეს, არა? აჰა. დიანა, შეგიძლია დღეს ჩემგარე შეივარჯიშოთ? არანაირად, ლეილა, ყველამ ერთად უნდა ვივარჯიშოთ, წავედით. ხო, კარგი. კარგად. ვა, აი ჩირლიდერებიც, რაღაც უცნაურია. ზარი დაირეკა და ეგრევე გაიქცნენ. ვა, კაკაო ძალიან გემრიელიო და სკოლაც ძალიან მაგარია. აი ეგრე სკოლა, მიიღე მაგარი მაიკი. ხო, რა თქმა უნდა, კარგია რომ დაბრუნდი. სინამდვილეში ეს დიანას გამოა. სმაილ, შეხედე, შენ აქ რას აკეთებ? რა, რამე არ მოგწონს? მეც აქ ვაპირებ რომ ვისწავლო. და ისე რო იცოდე უკვე შევხვდი ჩირლიდერებს. ჰეი, მაიკ, აქ ვერ ისწავლე. შენი აქ ყოფნა არ მჭირდება. ახლავე დირექტორთან წავალ. კარგი, სმაილ, დაწნარდი. სახეზე რა გჭირს, მაიკ, ულვაში გინდა? რა მოხდა? კაკაო დავლია და მომეწონა. მარტო ამ კაკაოს გამოც მინდა აქ დარჩენა. მაიკ, ჯერ ტუჩები მოიწმინდე. აქ რისი სწავლა გინდა? ეს არ მოხდება. აქ შენი ადგილი არ არის. ეს თქვენი გადასაწყვეტი არაა. უკვე შევიტანე დოკუმენტები. ვა, დოკუმენტები უკვე შეიტანო. მაშინ იძულებული გავხდები დირექტორს უთხრა, რატო გამოგაგდეს 10 სკოლიდან. ხო, ასეთი რეპუტაციით არსად არ მიგიღებენ. ხო, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე. 15 წამი გაქვს. კარგი, კარგი, სახლში დავილაპარაკოთ. ისე დღეს ერთი ჩირლიდერი გავიცანი. დიანა ქვია. შეიძლება მასთან ურთიერთობა მქონდეს. ვა, სმაილ, ამას უსმენ? მოდი აქ, უკვე წამების ღირსი ხარ. კარგი, მივდივარ, მაგრამ დაუბრუნდები. მიდი მაიკ, წავდი აქედან, თორე ლაპარაკი მოგვიწევს. მე გაგავფრთხილეთ, დაუბრუნდები აქ. ცადოს, აბა უბრალოდ. კარგი, წავიდეთ, დიანა ძალიან მომენატრა. ხო, ის შენს გამო 2 დღე ტიროდა. ლეილა, მართლა მოგწონს შენ მაიკი? კი, მომეწონა, მაგრამ თავიდან სმაილიკიც მომწონდა და მე გავიგე რომ დიანასთან ქონდა ურთიერთობა. ამიტომ მე ურთიერთობებს ვერ დავანგრევ, ამიტომ არ გითხარით. რა, ლეილა, ეს რა გავიგე? მართლა მოგწონდა სმაილიკი? ვა, ლეილა, ჩვენ რატომ არ ვიცოდით აქამდე? ლეილა, იმედია ბროვასტი არ მოგწონდა, ხო? არა, იანა, ბროვასტი არ მომწონდა. ჩემი ტიპი არ არის. გოგოებო, რა კარგია რომ სმაილიკს ტყუპი ძმა ყავს. ეხლა სმაილიკი დაცულია ჩვენი ლეილასგან. ჯანდაბა, დიანა, რატომ ამბობ მაგას? კარგი, გოგოებო, დავიწყოთ ვარჯიში. ვიწყებთ. 1, 2 ჩირლიდერებო, გამარჯობა. დიანა, მოდი, შენ სმაილს ჩაეხუტე. სმაილ! აი სმაილიკიც. ახ, ნასტია, არ მადარდებს. მე მაიკი მეყოლება. ლეილა, არც კი იოცნებო, ვერ შეამჩნიე, ყველა ჩვენგანს გვიყურებდა. ნასტია, მე მგონი ცოტა სულელი ხარ. მარტო მე მიყურებ და ვერ დაინახე? სმაილ, ძალიან მომენატრე. მეც ძალიან. ხო და სმაილ, რატომ არ მითხარი რომ ტყუპი ძმა ყავდა მაიკი? ამ სკოლაში დადის, გონია რომ ძალიან მაგარია. ხო, დიანა, გრძელი ისტორია, მერე მოგიყვები. სმაილ, ახლა ვარდისფერიც მაგაქვს, ძალიან საყვარელია. ახლა უფრო სიმპათიური ხარ. მადლობა, საყვარელო. ბროვასტი, იცოდი რომ სმაილს ტყუპი ძმა ყავდა? ვიცოდი. და რატომ არ მითხარი? სმაილი ამაზე არ ლაპარაკობს. იცი, დღეს სკოლაში მოვიდა ჩვენთან და დაიწყო რაღაცეები. ლეილასაც კი შეუყვარდა. წარმოიდგინე, აქ რო სწავლობდეს, რა მოხდებოდა? ახ, უკვე ვეღარ ვიტან.
იანა არ ინერვიულო, ისაკ არ დარჩება, მე და სმაილმა უკვე გავაგდით. მართლა ეს ლეილაჩკა გაიგე შენი მაიკი აქ აღარ იქნება ბროასტიმ და სმაილიკმა გააგდეს სმაილ ეს სიმართლეა კი, სიმართლეა. ლეილა ეს გაიგე ოხ ძალიან შემეშინდა სმაილ მაიკის ტელეფონის ნომერი მომეცი ხედავ ლეილას შეუყვარდა ხო, მასთან ურთიერთობას არ გირჩევ. არ მესმის რატომ მორჩა ლეილა გაიგე ახლა დაუბრუნდეთ ვარჯიშს კარგი, მერე დაგილაპარაკები, გრძელი ისტორიაა. ლეილა არ ინერვიულო სმაილს მე გამოვართმე მაიკის ტელეფონის ნომერს მართლა მადლობა არაფრის მოდი ახლა დავიწყოთ 1 არტემეს ნორმალურია ჩემი ჩიფსები სულ შეჭამე არიტირო მარუსა, ახალს გეყიდი. კარგი ჯიჯი ბეჭედს რატო გიკეთებ და მე რო უკან რატო ვიღებ? პატრიკ ვარჯიშობთ არტემ რომელი გამოვიყენო შენი თუ ჩემი ჯული, არა, ჩემი გამოიყენე. კარგი მეგობრებო, დიანას მალე წოულება აქვს და ჩვენ არ დაგვპატიჟა. მაგრამ ჩვენ არ გვადარდებს დიანას ფართი მეც მექნება მალე წოულება. პატრიკ მე შენს ფართიზე აღარ მოვალ რომ მე დედა შენმა რაღაცეები ხო, დაიწყოს ჩვენც ევკვა დავიწყეთ, დედა შენი შემოვიდა და ცოცხლით გაგვაგდო. პატრიკ მართლა დედა შენმა ყველა გააგდო ხო, ჯული, დედამისი მკაცრია, მაგრამ წოულებები მაინც აქვს. ოღონდ მხოლოდ ცუდად აკეთებს, დედამისი ყველას აგდებს. იცით, დედა ჩემი მიდის სახლიდან 2 დღით. ყველაზე მაგარ წოულებას მოვაწყობ. ბავშვებო ნუ აბრაზებთ პატრიკს პატრიკ მე მოვალ შენს ფართიზე და თან ყველაზე პირველი მოვალ ვა, პოკემონებო, შეწყვეტეთ ჩახუტება. ხო, კლასებში შედით. კარგი ჩვენ თუ პოკემონები ვართ თქვენ გობლინები ხართ რაო, თქვენ მიგიწვიეს წოულებაზე. უი დიმა იცოდი რომ შენი ყოფილი შეყვარებული ფართის აკეთებს და შენ ალბათ არც მიგიღია მოსაწვევის საწყალო მე მინდა თქვენ ყველა მოგიწვიოთ ჩემს წოულებაზე. დიმა, შენი ყოფილი წოულებას აკეთებს. კოსტა, ჩვენ არ დაგვპატიჟეს წოულებაზე. ჩვენ რატო დაგვპატიჟებდა? ან რატო წავიდოდი? მინდა მის წოულებაზე წასვლა. ყველაზე მაგრები აქვს. დიმა, არ გაბრაზდე, მაგრამ მე მიმიწვიეს, მარუსასთან ერთად ვიქნებ. დიმა დამშვიდ დიიტყუება რა, უბრალოდ ცადე წოულებაზე წასვლა. დიმა, არ უნდა გადარდებდეს. მისმინეთ ბავშვებო იქნებ მართლა დავეკონტაქტოთ დიანას ძალიან მინდა მის ფართიზე წასვლა ჯული, ეს ცუდი იდეაა. ბავშვებო არ გესმით რომ ჩვენ განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობთ მის ფართიზე არაფერი გვესაქმება ჩვენ მათზე მაგრები ვართ. ხო პატრიკ მხოლოდ შენ ფიქრობ ასე მარუსა, ხო ჩვენც ძალიან მაგრები ვართ. ხო რა თქმა უნდა უფრო მაგრები ვართ ჩვენ ჩხუბებსაც ვატარებთ თუ ვინმე რამე გვითხრა შუაზე გავგლეჯთ და ისინი მხოლოდ კალათბურთელებზე ფიქრობენ მარტო კალათბურთელები არა, ფეხბურთელებიც. დიმა, საერთოდ არ ფიქრობენ ფეხბურთელებზე. კოსტა, ჩვენზე უცნებობენ. ბროვასტი, ჩქარა წავიდეთ, თორე უკან მოყვებიან. კარგი სმაილ, რა იყო, დამშვიდდი. სმაილი ძალიან საყვარელია ლეილა მაგრამ მე ბროვასტი უფრო მომწონს ნასტი არაფერი გესმის ბროვასტი უფრო მსხვილია და სმაილი ძალიან თხელი პატრიკ, შენ სწავლებაზე წამოსვლა კარგი იქნება. ვაუ, ყველა აქ რას აკეთებთ? ვის ცემას აპირებთ? კალათბურთელებო, შენ პირდით რო სიმართლეს მეტყვით, მხოლოდ სიმართლეს. რა? დიმა, დაწყნარდი, კარგით კალათბურთელებო, დიანამ სწავლებაზე მიგიწვიათ, კი თუ არა? არაფერი მესმის, სხვა დეტალი გააქვს. შენ ამის შესახებ რატო არაფერი არ იცი? ვინმე რამე იცის დიანას სწავლების შესახებ? ჩვენ ვიცით მაგრამ არაფერს ვიტყვით დიანა, შენთან ერთად ვიქნები? რა თქმა უნდა, იანა, ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. ეს რა მაგარია. კალათბურთელებო, გამარჯობა. დიანა, ყველანი რა წოულებაზე ლაპარაკობენ? რატომ არ იცი სმაილმა არაფერი? მისმინე სმაილ, თქვენურად მოიქეცი, თორემ არ იქნები დაპატიჟებული. ხო, მხოლოდ მაღალი კლასი მიდის. ხო, ჩვენ ვართ მაღალი კლასი. დიანა, მე ვარ არჩეული. არა სმაილ, არ ხარ, დიანას ყველას არჩევა შეუძლია და მეც ვარ კანდიდატი. ყველამ ყურადღებით მომისმინეთ. ხო, მოусმინეთ. ეს გასაღები არის ცარიელი სახლის გასაღები. ხო, მისი დეიდა წავიდა სადღაც და დიანას დაუტოვა გასაღები. ხო, მართალია და სკოლის ყველაზე მაგარი ხალხი იქნება დაპატიჟებული. ხო, მხოლოდ პოპულარული ხალხი, სხვა არავინ. შეიძლება მე წამოვიდე, მე და არტემი კარგად მოვიქცევით. არტემ, შენ ჩემი ყოფილი ხარ, ამიტომ ვერ იქნები ფართიზე. ჯული, ეს არ გააკეთო. არა არტემ, საჭიროა. მოკლედ, ბავშვებო, მომისმინეთ, არტემის დედამ ყველა გოჭი გაყიდა. და მე თავისუფალი ბეღელი მაქვს. ხო, და შეგვიძლია ფართი იქ მოვაწყოთ. არანაირი გამორჩევები, ყველა დაპატიჟებულია. მისმინე ჯული, შეგიძლია გამოაცხადო შენი ფართი, მაგრამ ყველაზე მაგარი ხალხი ჩემთან იქნება. გაიგე? ხო, ჯული, გაიგე? დიანა, ხო გახსოვს როგორი ცეცხლოვანი ვარ, ყველა წოულების მეფე. დიმა, დამშვიდდი, მე და იანა ახლა გამოვაცხადებთ იმათ სახელებს, ვისაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოვიდნენ. ხო, ყოველდღე. დიანა, აქ ვარ, ხო და მე არ დაგავიწყდეთ. ბროვასტი, სიაში ხარ. კოსტა. დიმა. და სმაილი. ახლა გესმით ვინ არის ჩვენ სასწავლში? ხო, და ძალიან მაგრად გავერთობით. ხო,
ხო, ჩვენ გავერთობთ, თქვენი იყავით ბეღელში. ხო, დღეს შევხვდებით. დიანა, ძალიან მაგარი დეიდა გყავს. ხო, ვიცი. დიანა, აქ ყველაზე მაგარი ხარ. თქვენი ჩირლიდერები საუკეთესოები არიან. დიანა, მიხარია, რომ ჩემი შეყვარებული ხარ. რა იყოთ, ყველა მოწყენილია? კი, მოწყენილები ვართ, იმიტომ რომ უკვე გითხარით, დიანასთან მეგობრები უნდა ვიყოთ. შენ კი თქვი რომ სულელია. და ვინი ფიქრებდა, რომ დეიდა მისი გასაღებს დატოვებდა? არ გჭირდება ეს დიანა თავისი ფართებით, ვაიმე. მეგობრებო, მე ისევ მაქვს თავისუფალი ბეღელი, შეგვიძლია გავერთოთ. არა, არტემ, ბეღელში ფართიზე არ წავალ. კარგი, რამეს ხო უნდა მოვიფიქროთ. ვოუ! ჩვენ აგვირჩიეს! კარგით, ბავშვებო, მოგესალმებით ამ სახლში. მოდით ახლა დავიწყოთ ჩვენი ფართი თამაშით, რომელსაც ქვია დაატრიალე ბოთლი. კარგი, ყველა შევიდეთ და ისე იგზენით თავი როგორც საკუთარ სახლში. დიანა, მადლობა რომ ფეხბურთელების დაპატიჟე. ხო, იმიტომ მოვიყვანე რომ შენ და ნასტიაც გაერთოთ. ხო, დიანა, ძალიან მაგარი დეიდა გყავს. წარმოიდგინეთ, მთელი სახლი ჩვენსგან კარგულებაშია. შეგვიძლია ფართი ყოველდღე მოვაწყოთ. ხო, მაგრამ დეიდა ჩემი მენდობა, ამიტომ ვერ უნდა გაიგოს რომ აქ ფართი გვაქვს. ჩუმად უნდა იყოს, კარგი? რა თქმა უნდა, ჩუმად ვარ. დიანა, ხომ იცი რომ საიდუმლო სულ ვინახავ? კარგით, ბავშვებო, აქ მაქვს ბოთლი. ბოთლი თუ თქვენზე გაჩერდება, ის უნდა გააკეთოთ, რასაც სხვები გეტყვიან, გასაგებია? კი, მოდი. კარგი, მე დავიწყებ. კოსტია! კარგით, ბავშვებო, მოდი ცოტა ადვილით დავიწყოთ. კოსტია, ისე უნდა მოიქცე, როგორც ცხენი, ოღონდ ფრთხილად არ გატეხო არაფერი. სმაილ, შენი ჯერია. მეც ცხენი უნდა გავაკეთო? ვა, სმაილ, ინანებ რომ ამ წვეულებაზე მოხვედი. არა, სმაილ, შენ ლეილას აკოცე. ბავშვებო, ჯერ მარტივებით უნდა დავიწყოთ. ეს გასახურებლადაა. ხო, კარგი, ფართია. მიდი, აკოცე. მიდი. კოსტა, დაგერხევა. მიდი, ნასტიას აკოცე. კოსტია, იცოდე ფრთხილად იყავი, თუ გააკეთებ გაფრინდები საერთოდ დღევანდელი ფართიდან. მიდი, კოსტია, ფართია უნდა აკოცო. კოსტია. კარგით, ბავშვებო, საკმარისია. კოსტია, მიდი დროზე იჩქარე და აკოცე. ანუ ეს მაინც საჭიროა? ფართი გვაქვს, შაფხუტი უნდა მოიხადო. ხო, მიდი, აბა ვნახოთ. მაგრამ სმაილ არ გიქვამს როგორი კოცნაა? რა ვიცი, მე მგონი ჩვეულებრივი კოცნაა. აეროვანი კოცნა. ნასტია, შენ ჯერი, აუ უფრო სწორად კოსტია. კარგი კოცნა იყო. ხო, სულ ერთი და იგივეა, არა? მაგრამ შენ უკვე აკოცე. შენ აირჩიე, ვის აკოცებ. დიანა, მგონი დიმა და კოსტია შეთანხმებულები არიან. დიმას ახლა ეტყვის რომ შენ გაკოცოს. ვაიმე,იანა, იმედია არა, არ მინდა რომ დიმას ვაკოცო. კარგი დიმა, დავალება. შენი ჩაფხუტი მიეცი კალათბურთელს და მასში 10 წამი უნდა დაჭდეს. კოსტა, შენ დამეხმარები? ხო, მიდი, რა თქმა უნდა. ბავშვებო, ეს ძალიან მაგარია, კოცნაზე უკეთესია. ხო, თან აი უხდება სმაილიქს ძალიან. ცოტა დიდი აქვს. კარგი, ახლა შენ ჯერია. კარგი, შენთვის დავალება მაქვს. ჩაფხუტის დაბრუნებას მოთხოვ? არა, სხვა დავალება იქნება. დიმა, მიდი. დიანა, ეს შენს გამო შურისძიებაა. დიანა, რას გულისხმობს? რა მე არ ვიცი, არ მკითხოთ. დიანა, არ უნდა დაგეპატიჟებინა. სხვადასხვა დიანამ ჩვენთვის დაპატიჟა. კარგი, სმაილ, ეგ ჩაფხუტი მომეცი, დიდხანს ვერ ვნახავთ ერთმანეთს. დიმა, რაზე ლაპარაკობ? მე მგონი ახლა დიმა და სმაილი იჩხუბებენ. გოგოებო, რას ამბობენ? ბავშვებო, ახლა ფართი დამთავრდება თუ რა ხდება, რანაირი სახეები გაქვთ? იცი რა, დიანა, დიმას ბრალი არის ყველაფერი, უნდა გააგდო მე მგონი.
კარგი სიჩუმე, ჩემს დავალებას მოусმინეთ. სმაილ, ერთი თვის განმავლობაში დიანასთან ერთად მოგიწევს ცხოვრება. რა? დიმა, გაგიჟდი ეგ საერთოდ როგორ მოიფიქრე? არა და ძალიან მაგარია. სმაილ, რატო ხარ გაბრაზებული? მაგარია. პროვასტი, რას გულისხმობ და დიმა ეს საერთოდ რანაირი დავალება? არ შევთანხმდით, რომ რთული არ იქნებოდა. დიანა, არ იქნება რთული, მაინც სულ კალათბურთელებთან ხარ. სმაილს ყოველდღე ისედაც ვხედავ სკოლაში. დიმა, ეს არ უნდა გექნა. დიანა, ჩემს თვალს მოგცემ და შური იძიე. ვეცდები. მიდი დიანა, იძიე შური. დიმა, მგონი დროა რომ შენი საქციელისთვის გადაიხადო. ეს დავალება მხოლოდ შენთვის. დიანა, შემიძლია დაგეხმარო. ხო, მითხარი აბა? რადგან ეგეთი რთული რაღაც გითხრა, მაშინ შენ უთხარი რომ ნასტიას შეხვდეს მთელი ერთი თვე. გოგოებო, მე რატომ? ნასტია მხოლოდ დავალება. კარგით გოგოებო, მზად ვარ. მიდით, ერთი თვე გავქაჩავ. კარგი დიანა, ნასტია, გილოცავ. ჩვენ ახალ წყვილი ვართ, მაგრამ რთული დავალება გთხოვე. აბა ცადე მასთან ერთი თვე ცხოვრება. ხო დიმა, ერთი თვე, მაგრამ დამიჯერე არ იქნება ადვილი. და დიმა, მადლობა, სმაილთან ერთი თვე ცხოვრება არაფერია. იცი რა ძმაო, მე დიანას მხარს დავუჭერ და მე და ბროვასტიც ვიცხოვრებთ აქ ერთი თვე. აჰა, ძალიან კარგი, გაიგე დიმა. იანა, დედაჩემს რა უნდა უთხრა? რამე მოიფიქრე ბროვასტი. სად დავიძინებთ? სად იქნება ჩვენი საწოლები? კარგი კოსტა, მგონი წასვლის დროა, თორე წვეულება გაფუჭდა. ხო, დიმა, ოჩახ, წავიდეთ. არა, მეგობრებო, წვეულება არ მორჩენილა, ბოლომდე უნდა დარჩეთ. კარგით, ძალიან გავერთობით გოგოებო. კარგი ბიჭებო, მომყევით, ახლა გაჩვენებთ სად უნდა დაიძინოთ ამაღამ. დიმა არ და გავიწყდეს 9 საათზე ლოგინში უნდა იყო. ხო, დიმა უკვე გადაცდა შენი ძილის დროს. დიანა, საშინელება იქნება. აჰა. მეგობრებო, შეგვიძლია შევაშინო. ხო, მაგარი იდეაა. ხო. კარგით ბიჭებო, გაფრთხილებთ. ამ ოთახს მილიონი ოთახი არ აქვს, ამიტომ ყველა ერთ ოთახში დაიძინებთ. დეიდა ჩემის ოთახში. ვაა, მაგარია. თხოვთ, ეს შევდგანით. გასართობი იქნება. უი, და კიდევ ერთი ბიჭებო, არც კი გაბედოთ, ღამე ჩვენი შეშინება, გაიგეთ? ხო, თორემ უარესი იქნება. თავიდან ფეხებამდე დაგფარავთ კბილის პასტით. მოკლედ მეგობრებო, უნდა გავერთიო შენთან ერთად? არასდროს, ჩუმად იყავი და დაწნარდი. ძილებისა ბიჭებო. ხო, და არ დაგავიწყდეთ 9 საათზე დაძინება. ხო, უკვე გვიანია. დიმა, უნდა გავერთიანეთ და ღამე გასართობი იქნება. კარგით მეგობრებო, მე ვარ მთავარი. რა? დღეს ღამე ჩვენ ჩირლიდერებს შევაშინებთ. ხო, შევაშინე. კარგით მეგობრებო, ერთი ყველასთვის და ერთი ყველასთვის. კარგით გოგოებო, ბიჭები დაწვნენ, ახლა დროა მოვიფიქროთ გეგმა. ხო, ძალიან მაგარი ღამე იქნება. კი გეთანხმებით? მოკლედ გოგოებო, უკვე მოვიფიქრე რაც უნდა გავაკეთოთ. რა, აბა დიანა. იანა, შენი უფროსი ძმა დიმა არის ჩამშხამებელი, იმისთვის მოვიდა აქ რომ ჩემი ფართი ჩაეშალა. ხო, და ჩაშალა კიდეც. და ჩვენი კალათბურთელებიც უცნაურად იქცევიან. შეამჩნიეთ რომ დიმას და კოსტას ეჩურჩულებოდნენ? კი, დავინახე რომ ბროვასტიც კი ჩურჩულებდა. გოგოებო, ბიჭები კარგები მხოლოდ სკოლაში არიან. სკოლის მერე კი თავიანთ ნამდვილ ფერებს გვაჩვენებენ. და სწორედ ამიტომ ამაღამ ვასწავლით გაკვეთილს. შუქებს გამოვთავთ და ისე მოვიქცევით, თვითონ საერთოდ არ ვიცით რა ხდება და რატომ გაითიშა. დიანა, ჩემი ძმა ლაჩარია, პირველი მაგას შეეშინდება. წარმოიდგინეთ როგორ შეეშინდებათ. ხო, თან დეიდა შენი სახლი არის და არიციან სახლი კარგად. აბა გოგოებო, შევთანხმდით? წავედით.